თავი მე-14. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის, როცა გასაწმედია მღვდელთან უნდა მიიყვანონ. გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი. თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული, მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის 2 ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნარდს და უსუბს. დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე. აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს ძოწეულის ნარდს, უსუბს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში. შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად ცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს. განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და 7 დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს. მე-7 დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება. მერვე დღეს აიყვანს 2 საღ მამალ ბატკანს და 1 წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს. აიღებს 1.3 გამტკიცულ ფქვილს, საწყნო შესაწირავად ზეთში შერეულს და 1 ლოგ ზეთს. დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. აიყვანს მღვდელი 1 მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად და 1 ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე. დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი. წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელის გულზე. ჩააწობს მღვდელი მარჯვენათით ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელის გულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან 7 გზის უფლის წინაშე. დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელის გულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლის ცხია. დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელის გულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე. შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს. აიტანს მღვდელი აღსავლენს და საწყნოს სამსხვერპლოზე და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი. თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს 1 ბატკანი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის შესარხევად, რომ შეენდოს და ეფისმიათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საწყნოთ და 1 ლოგი ზეთი, 2 გვიტი ან 2 მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, 1 ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე აღსავლენი. მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მე-7 დღეს მღვდელ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე. აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და 1 ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე. დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს, მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე. ზეთს კი მღვდელი დაეღვრის მარცხენა ხელის გულზე. ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელის გულზეა, 7 გზის უფლის წინაშე. სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელის გულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია. ხელის გულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე. გაამზადებს ერთ-ერთ გვრიც ან მტრედის ხუნძს, რაზეც ხელი მიუწვდება. 1 ცოდვის გამოსასყიდად მეორეს აღსავლენად საწყნოსთან ერთად და შეუნდობს მღვდელი გასაწმიდავებელს უფლის წინაშე. ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მაგრამ გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება. ელაპარაკა უფალი მოსეს და არონს და უთხრა: როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ
და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენ სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში, მივიდეს ვისი სახლიც იქნება მღვდელთან და შეატყობინოს. წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში. მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წყლულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. ხოლო ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად. და ათვალიერებს წყლულს და თუ წყლულის სახლის კედლებზეა მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე, მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და 7 დღით გამოგეტავს სახლს. მე-7 დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს. თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე, მღვდელი გამოანგრევინებს ქვებს, რომელზედაც წყლულია და ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე გადააყრევინებს. სახლის შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ. აიღონ ახალი ქვები და ჩააწყონ იმ ქვების ნაცვლად. მოიტანონ ახალი ბათქაში და შელესონ სახლი. თუ წყლული ისევ გაჩნდება და აყვავდება სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოყარეს, სახლი გაფხიკეს და შელესეს, მღვდელი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს. თუ წყლული მოდებულია სახლში, ეს მწვავე კეთრია, უწმიდურია იგი. უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე გაიტანონ. თუ ვინმე შევა სახლში მას შემდეგ, რაც გამოკეტილია, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ვისაც ეძინა ამ სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს. ვისაც საჭმელი აქვს ნაჭამი სახლში, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს. თუ მღვდელი შევა და ნახავს, რომ წყლული არ არის მოდებული სახლში, მისი შელესვის შემდეგ, მღვდელი სახლს გაწმენდილად ცნობს, რადგან წყლული განკურნებულია. აიღებს სახლის გასაწმიდავებლად ორჩით, ნაძვის ტოტს, მეწამულ ძაბს და უსუპს. დაკლავს ერთ ჩიტს თიხის ჭურჭელზე წყაროს წყალთან. აიღებს ნაძვის ტოტს, უსუპს, მეწამულ ძაბს, ცოცხალშიც და ამოაწებს მათ დაკლული ჩიტის სისხლში და წყაროს წყალში და 7 გზის ასხურებს სახლს. გააწმიდავებს სახლს ჩიტის სისხლით და წყაროს წყლით, ცოცხალი ჩიტით, ნაძვის ტოტით, უსუპით და მეწამული ძაფით. გაუშვებს ცოცხალ ჩიტს ქალაქის გარეთ, მინდორში და შეუნდობს სახლს და გაწმიდავდება. ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა, ტანისამოსზე და სახლზე მოდებული კეთრისა, სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა. იმის სასწავლებლად, თუ როდის რა არის გაუწმიდურებული და როდის გაწმიდავებული. ეს არის კეთრის რჯული.